რადგან რწმენა ეს არის ღმერთთან კავშირი და ეს კავშირი მადლისმიერია. იმიტომ რომ ღმერთის არსს ვერავინ მიწვდება, ღმერთთან კომუნიკაცია გვაქვს მის ენერგიებში. მაგრამ ეს ენერგია ცოცხალი ღმერთის ხელია, სხვა რამე კი არა, ცოცხალი ღმერთი თავის ენერგიებში ჩვენთან. ანუ მას მადლს უწოდებთ. რადგან ეს კავშირი არის მადლისმიერი, ეს არის აი იმ სუნთქვის, რომელიც შთაბერა ადამიანს იმ სუნთქვაში მოცემული მადლის აქტუალიზირება ხდება, როცა ადამიანი ხდება ქრისტიანი, ანუ გაცოცხლება, ამოქმედება ჩვენში. მანამდე რატო არ მოქმედებდა? ის შენგელოდება, რომ ამოქმედდეს. ის ყველა ბავშვი რომ იბადება, უკვე ამით იბადება. ბავშვი არ იბადება როგორც ცხოველი. გნებავთ როგორც ანგელოზი. ბავშვი იბადება როგორც არსება, რომელშიც ღმერთი არის პოტენციაში. ის ადამიანში ჩაბერილი სუნთქვა ყველა ადამიანშია. მაგრამ ის ცოცხლდება, რეალიზდება, გაცოცხლებას, ამოქმედებას იწყებს, როცა ეს ადამიანი ამას გადაწყვეტს, გადაწყვეტილებას როცა იღებს. და როდესაც ჩვენ საუბრობთ რწმენაზე და ესე იგი რწმენა ყოფილა ჩვენში მადლის მყოფობა, ჩვენ შეიძლება დავსვათ კითხვა, რომ კი, მაგრამ მადლი რო განმეშოროს, ან იმ დონეზე მიიძინოს ჩემში. გახსოვთ ნავში ქრისტეს რო ძინავს, უფალო ვიღუპებით, ხო? აი იმ დონეზე რომ მიიძინოს და მასთან კომუნიკაცია გაქრეს. მექნება რწმენა? და აღარ გექნება რწმენა. ამიტომ თუ ჩვენ რწმენა გვაქვს, ჩვენ გაუფრთხილდეთ მას, იმიტომ რომ თუ მადლი შეურაცხავით და რითი უნდა შეურაცხო მადლი? ჩვენი სიამაყით, ეგოიზმით, ანგარებით, უკიდურესად მძიმე ცოდვებით, ადამიანისადმი სასტიკი მოპყრობით, უსიყვარულობით, სიძულვილით, ამით მადლი რომ გქონდეს, ის ჩვენთან აღარ ჩერდება, განგვეშორება. სადღაც შეიძლება ადამიანური სულის უფსკულში სადღაც დარჩეს, იმიტომ რომ ადამიანი ხარ, რაც არ უნდა ცოდვილი იყო მაიმუნი, მაინც არ ხდები და ცხოველი მაინც არ ხდები, მაინც ადამიანი არ რჩები და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ღმერთი შენზე იზრუნებს. მაგრამ მაშინ ვეღარ გძნობ, ჩათვალე რომ მადლი განგეშორა და რწმენა ქრება. მადლის განშორების სხვადასხვა საფეხურებია. თქვენს გეგზნიათ ალბათ, რომ ხან სიხარულით მორბი ხარ ტაძარში, მთელი წირვა ისე იდექი, რომ ნეტა არ მორჩდნენ, ნეტა არ დამთავრდეს და გაგრძელდეს, ლოცვაზე სიხარულით დგეხარ და შემდეგ. ხან კიდე აღარ შეგიძლია, აღარ დასრულდა და ისევ მერმე და აღარ მთავრდება და როდის მორჩება და ლოცვაზე დგომა გესიკვდილება და სახარებას კითხულობ და ვერაფერს ვერ იგებ, ვერ წმინდა მამებს. რა ხდება ამ დროს? მადლის დეფიციტია. ამას თავისი პედაგოგიური მნიშვნელობითაც აკეთებს ღმერთი, მაგრამ ეს არის მადლის დეფიციტი. და მადლი შეიძლება ისე შემცირდეს, რომ რწმენას კი დაკარგო. ქრისტეს ღმერთობის რწმენას და საერთოდ რწმენა დაკარგო. მე დეპრესიაში ჩავარდეს, ასწორყოფილებაში ჩავარდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ და მადლს გაფრთხილება ესაჭიროება. და თუ ჩვენ რწმენა გვაქვს ისეთი, რომელიც წლების განმავლობაში გვეხმარება და ჩვენ აქ მოვდივართ, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მოვიდა და წავიდა, ჩვენ მოვედი და არსად არ წავედით. მიუხედავად იმისა, რომ მრავალგზის ჰქონდა ამის საცდური, ზოგჯერ დავიღალეთ, ზოგჯერ მოგბეს და ზოგჯერ საკუთარ თავზე იძულება გჭირდება, მაგრამ არსად არ მივდივართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ მადლი ჩვენთან არის და ჩვენ მადლს უნდა გაუფრთხილდეთ და არ დავკმაყოფილდეთ, რაც გვაქვს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ვიყოთ კმაყოფილი იმ რწმენით და იმ მადლის იმ შეგრძნებით, რომელიც გვაქვს. ჩვენ აუცილებლად მეტი და მეტი უნდა გვინდოდეს, იმიტომ რომ ჩვენ სულ უნდა გვშიოდეს და სულ უნდა გვწყუროდეს, თუ ჩვენ გვინდა რომ ქრისტიანები ვიყოთ, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მცნება, რომელიც ქრისტიანმა თავის ცხოვრებაში უნდა აამოქმედოს, და არ იყვნენ ფშიერი და მწყურვალნი სიმართლისათვის. სხვანაირად ვერ გავძღებით საღვთო მადლით, ანუ ვერ დავნაყრდებით, ანუ ვერ ვიბედნიერებთ.